სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვალოც აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნდარესმა იქადაგა პატრიარქმა ქართული ჯარის დამსახურებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალაზე მნიშვნელოვანი სულიერი ძალაა. ილია მეორემ ღმერთის სამშობლოს და ადამიანის მნიშვნელობაზე იქადაგა და მრევლს როგორც ძირითადი სამი საუნჯის დაცვისკენ მოუწოდა. უწმინდესმა და უნდარესმა მოსახლეობას ყაზანის ხატის დღესასწაული მიულოცა და ქადაგების დასასრულს პატრიარქმა თავდაცვის სამინისტროს საჰაერო და სახმელეთო ძალების ნაწილები დალოცა. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენთან ერთად დღეს და წარსულში წარსულ კვირას ლოცულობდნენ ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი სისხლი და ხორცი და ეს ჩვენი აღყოფნა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენმა ერმა შეიყვარა ჩვენი ჯარი. ეს არის ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი შვილები. დაიმახსოვრეთ ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ეს უდიდესი საუნჯეა და ჩვენ უნდა გავუხსნათ ამას. აი ამიტომ ჩვენ გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ძალიან ღრმად ჩასწვდით აი ამ საკითხებს, სადაც ღმერთი, სამშობლო და ადამიანი